მოგესალმებით, სტუდიარე გთავაზობთ მორიგ დისკუსიას. დღეს ვისაუბრებთ არა ზოგადად დიდი ჰესების მშენებლობაზე საქართველოში, რომელზეც რამდენიმე დისკუსია მიუძღვა ჩვენმა სტუდიამ, არამედ კონკრეტულად ხუდუნხესზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ეფექტი შეიძლება გქონდეს ამ ჰესის მშენებლობას, ან რას წააგებს საქართველოს როგორც სახელმწიფო ასევე საზოგადოება აი ამ ჰესის აუშენებლობით. სწორედ იმიტომ გადავწყვიტე ჩვენ ამ თემაზე ვისაუბროთ, რომ ბოლო ხანებში ერთი მხრივ საზოგადოებრივ სხვადასხვა ჯგუფებში დისკუსია ძალიან ფართოდ გაიშალა და ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოთქვამს თავის მოსაზრებას და ძალიან ბევრი კერძო პირი და ამავდროულად ძალიან კაფეო პოზიცია დაიკავა მთავრობამ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს. მოდით გავარკვიოთ აი ამ პროექტის ავანჩავანი დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებთან. წარმოგიდგენთ დავით ჩიპაშვილი, მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი, გიორგი შუკაკიძე, ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თამარ შარაშიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და დავით ადეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, მდგრადი განვითარების ექსპერტი. დიდი მადლობა, რომ მოხვედით სტუდიაში. ვიდრე დავიწყებთ საუბარს, მინდა რომ ერთად ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა კოლეგამ ნინო გელაშვილმა მოამზადა, თავად ხუდუნხესთან დაკავშირებით და მცირე ისტორიული ექსკურსიც ახლავს აი ამ სიუჟეტს. ახლა სადაც ჩვენ მდგევართ ეს წყლითი ბარება მთლიანად ვეჭველი არის ახლა. აი სადაც ჩვენ ახლა ანძები რომ დგას კლდეზე, ამის შუა წელამდე მოვა წყალი მინიმუმ. ანუ აი ხაიში რასაც ქვია უშუალოდ მთლიანად წყალქვეშ ექცევა. ხუდუნხესის აშენების შემთხვევაში სოფელ ხაიშთან ერთად მის თემში შემავალი 6 სოფელი დაიტბორება და 200-ზე მეტ ოჯახს გადასახლება ემუქრება. მოსახლეობას სოფლის დატოვება არ სურს. თუმცა მოსახლეობის სურვილი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჯერჯერობით მომზადებული არ არის, თუმცა ეკოლოგები და გეოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. ბუნების ინტეგრაციული თვისებების მახასიათებლები, ყველა მახასიათებელი შეიცვალა. როდესაც დავაგროვეთ ამხელა მასის წყალს მოცულობაში, რომელიც აღემატება წლიურ ჩამონადენს, დინარე ენგურის, წლიურ ჩამონადენს აღემატება და წყლის სარკის ზედაპირი. ყველა იმ მახასიათებლებს, კოლექტიურ მახასიათებლებს, რომელიც სისტემას ახასიათებს. ეს მახასიათებლები გარემოსათვის არის შემდეგი. ეს არის წნევა, ტემპერატურა, ტენიანობა და სიმკვრივე. ყველა ეს მახასიათებელი შეიცვლება. გიორგი სურგულაძე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ეკოლოგიურად უსაფრთხო ბუნებათსარგებლობის კონცეფციის არარსებობაა. საკითხი, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურების საერთოდ არ დადგებოდა, რომ ქვეყანას გააჩნდეს ბუნებრივი რესურსების რეგულირებისა და აპრიორში ეკოლოგიურად უსაფრთხო ბუნებათსარგებლობის კონცეფცია. ხუდუნხესის მშენებლობა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო. 2011 წელს საქართველოს მთავრობამ 15 ახალი ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ხუდუნხესი უდიდესია. ინდურ-ინგლისური კომპანიის ტრანსელექტრიკა ჯორჯიას პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრის სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის მოადგილე ჰესის მშენებლობას როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური საჭიროებით ხსნიდა. რა თქმა უნდა, გადასახადებიც კარგია, რომელიც ბიუჯეტში წამოვა. რა თქმა უნდა, ექსპორტი კარგია, რომელიც ასევე შემოსავლებს უზრუნველყოს ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ენერგოუსაფრთხოებისათვის, რომ კიდევ უფრო ნაკლებად იქნება იმპორტულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული და გაზდის შენს ადგილობრივ წარმოებას და პირიქით ექსპორტზე გაიტანა, ეს საერთოდ ზოგადად პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ჰესის პოლიტიკური მნიშვნელობაზე საუბრობდა საქართველოს პრეზიდენტიც. თავის ძროზე ჩვენ რო ხუდონი აგვაშენებია, საერთოდ 1 გრამს ვერ დაგვაშანტაჟებდა აქედან 100 მეტრში მყოფი ერთი ქვეყანა 90-იან წლებში და შემდეგ 2000-იან წლებში. ადრე რუსები ხრიდან ჩვენ თემში გვირაბებს, იმისაც რომ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ძირი გამოეთქარათ. ეხლა ჩვენ გვირაბებს, იმისაც რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გავაძლიეროთ.
სოფელ ხაიშის მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივების აზრის იგნორირებაზე ჩივის. ეს ხომ მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობებით კონტაქტით და რაღაც ურთიერთთანამშრომლობის გზით უნდა გადაწყვეტილი იყო და არა ერთი ხელის აღებით რომ აი ხუდონის აშენება გადაწყვეტილია, ეს ქვეყანა სჭირდება და თქვენ უნდა წახვიდეთ. დიდი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, მთლიანად მთელი მოსახლეობა თანახმარო ენერგეტიკა განვითარდეს, მაგრამ არა ჩვენი გაუბედურების ხარჯზე და არამედ რაღაც სხვა ალტერნატიული საშუალებებით. მასშტაბური ჰესის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო და 6 წელიწადში ექსპლუატაციაში შესულიყო. გასულ კვირას ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია მოეწყო. სად ვართ ნებისმიერ დონეზე შეხვედრაზე დოკუმენტებით ველაპარაკოთ, მაგრამ სამწუხაროდ დოკუმენტებით არ ველაპარაკებიან, იმიტომ რომ იციან რომ მათ ჩადებული აქვს დავანტიურა ამ დოკუმენტებში. აქციის ორგანიზატორები ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას თხოვენ. საკუთარ ლაპარაკი ვერ შესრულებაზე. პირობა იყო რომ აგრძალვა და დღეს 16 სექტემბრიდან მოყოლებული და მანამდეც უკვე დაიწყო ხელისუფლება მათ შორის სამწუხაროდ ივანიშვილმა საუბარი იმაზე რომ თურმე და მოსახლეობა უნდა შეეგუოს იმას რომ გადაწყვეტილი ყოფილა ეს საკითხი არც გადაწყვეტილია ჯერ და ეს არის ზეწოლა ადმინისტრაციულ ორგანოებზე და მოსახლეობაზე და მეორე ერთი დაპირება იყო საპირისპირო არა მშენებლობა ხუდონჰესის არამედ მისი და სხვა დიდი ჰესების მშენებლობის აგრძალვა. ყველა წყალსაცავი 40 მეტრიდან დაწყებული იწვევს მიწის ძვრებს. ჰესის მშენებლობამ წერლმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს. ჩვენი ვალია გადავარჩინოთ და შეუნახოთ არა მარტო ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ის რაც დაგვრჩა არამთელს კაცობრიობას იმიტომ რომ მთელი კავკასია და თვითონ საქართველო განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად ამაზე და იდუმალი ბუნებით გამოირჩევა. ჩვენ უნდა შევჩერდეთ ამჟამად მცირე ჰესების მშენებლობაზე მხოლოდ სადაც არ უნდა იყოს რათა შევინარჩუნოთ ის ელემენტარული ასე ვთქვათ გარემო ბუნება რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი. რას წარმოვიდგენდი, რას დავიჯერებდი, კოშმარში არ დამესიზმრებოდა რომ გავიდოდო 25 წელი და ისევ იგივე საშიშროების, იგივე უბედურების წინაშე აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა. უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, გამოვიდეთ ყველგან სადაც კი შესაძლებელია და ხმამაღლა ვიყვიროთ, რომ გაიგონონ ჩვენმა ხელისუფლებამ და მსოფლიომაც, დასავლეთმაც, რომ ჩვენ ამას არ დაუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, საერთოდ ეს მიწა ჩვენი იქნება თუ წყალქვეშ აღმოჩნდება. აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს. მადლობა, ჩვენ ახლა ნახეთ ეს სიუჟეტი და ეს კითხვა ისევ ჩანს ქართულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. უნდა ავაშენოთ ხუდონჰესი თუ არა და რა არის ხუდონჰესი? ეს არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება ქვეყნის თუ ეს არის ძალიან დიდი ეკოლოგიური საფრთხე? ვინ დავიწყოთ? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ დისკუსიის გვირაბების გათხრაზე საუბრობდა ხო მიხეილ სააკაშვილის სიუჟეტიც ნახეთ. უბრალოდ აქ მე მგონი დღევანდელი დისკუსია მიეძღვნება უშუალოდ ხუდონჰესს წარმოდგენილი გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მასზე დადებული ხელშეკრულებების მიხედვით და გათვალისწინებით და არა ზოგადად რაღაც ზოგად საკაცობრიო საკითხებზე, რომელიც სამწუხაროდ გაიმართა მსგავსი ტიპის დისკუსიები სხვადასხვა ფორმატებზე. თუმცა ზოგად საკაცობრიოს მიდგომა ჩანს, ხო, როდესაც ამ პროექტი უბრალოდ აქ რატომ ვამახვილებ ყურადღებას უშუალოდ პროექტზე და წარმოდგენილ პროექტზე, იმიტომ რომ როდესაც საუბარი არის რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილით ამბობდა რომ თურმე ხუდონჰესი ეს არის რაღაც ენერგოდამოუკიდებლობის რაღაცა უზრუნველყოფა ქვეყნისთვის, ენერგოუსაფრთხოება და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა შემდგომ, როდესაც ჩავიხედებით დოკუმენტებში რა წერია იქ და რას გულისხმობს ეს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით. აქ უბრალოდ ხელში მაქვს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ამონარიდი, სადაც პირდაპირ წერია რომ ამ ჰიდროელექტროსადგურმა ზამთრის 4 თვის განმავლობაში ფიქსირებულ ფასად, ანუ 5.84 ამერიკულ ცენტად, დაახლოებით 9 თეთრად, უნდა მიაწოდოს საქართველოს ენერგოსისტემას მხოლოდ 133.9 მილიონი კილოვატ-საათი. შემდგომ სხვადასხვა დისკუსიებში გამოიკვეთა საკითხები, რომ აქ საუბარი არა 133 მილიონ კილოვატ-საათზეა, არამედ 300 მილიონ კილოვატ-საათზე, იმიტომ რომ არსებობს
დადგენილება ენერგეტიკის სამინისტროსი, უბრალოდ საქართველოს მთავრობის დადგენილება საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის მშენებლობის ფლობის ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის შესახებ, სადაც ერთ-ერთ მუხლად განსაზღვრულია ესეთი საკითხი, რომ და ციტირებას მოვახდენ უბრალოდ, რომ ინტერესთა გამოხატვის შედეგად გამარჯვებული პირის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობა ფლობა ოპერირების აუცილებელი პირობაა, რომ მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველწლიურად მიაწოდოს საქართველოს ამ ჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 20%, რაც მათი განცხადება, ანუ ენერგეტიკის სამინისტროსი და იგივე ტრანსელექტრიკას განცხადებით ეს შეადგენს ხუდონისთვის არა 133 მილიონ კილოვატ-საათს, როგორც ეს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშია მოცემული, არამედ 300 მილიონ კილოვატ-საათს. აქ აღსანიშნავია ერთი საკითხი. პირველ რიგში გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ეს არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა ამ პროექტში. შესაბამისად, არა მანდ არასწორად წერია, არა ეგ ციფრი ეგისი არ არის და სხვა ციფრი არსებობს. ეს არის უშუალოდ ძალიან სერიოზული ნაკლოვანება გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სადაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი წარმოდგენილ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობილი გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე უნდა გაიცეს უარყოფითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. აქ ეხლა რა მინდა ვთქვა და კიდევ 300 მილიონ კილოვატ-საათს მინდა დაუბრუნო, ეს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით. თუნდაც 300 მილიონ კილოვატ-საათი რომ იყოს, თუმცა არ ვიცით, იმიტომ რომ ამ დადგენილების მიხედვით არ ჩანს ხუდონ-ჰესის შედის ამ ჰესების სიაში, რომელიც 20% უნდა დატოვოს ქვეყანაში თუ არ შედის. იმიტომ რომ სამწუხაროდ ახალი ცვლილება შეტანილი ხელშეკრულებაში აღნიშნული საკითხი არ იყო განხილული. თუმცა ძველ ხელშეკრულებაში 20% საერთოდ ყველა იმ ჰესიდან გამომუშავებული ელექტრონი, რომელიც უნდა აშენდეს. ხო, რომელიც უნდა აშენდეს. თუმცა აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აქ ინტერესთა გამოხატვის შესახებ ინტერესთა გამოხატვის მემორანდუმზე კი არ იყო ხელი მოწერილი ხუდონთან მიმართებაში. არამედ აქ ხელშეკრულება არის დადებული და არა მემორანდუმი. ეს ერთი საკითხი და მეორე არსებობს მუხლი ძველ ხელშეკრულებაში, სადაც პირდაპირ ცალსახად წერია, რომ ნებისმიერი დადგენილება, კანონი, რეგულაცია, რომელიც ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ იქნება გამოცემული სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რომელიც მოახდენს რომელიც იქნება უარყოფითი მატერიალური ზემოქმედების მატარებელი აღნიშნულ ჰიდროელექტროსადგურისათვის, ანაზღაურდება ეგრეთ წოდებული put option prices, ანუ ტარიფში ასახვის მიხედვით. ანუ, როდესაც ჩვენ არ ვიცით ახალ ხელშეკრულებაში რა წერია, მაგრამ თუ ვენდობით გარემოს ზემოქმედების შეფასების ახალი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მშენებლობის ლიცენზია უკვე არა, მშენებლობის ლიცენზია არა, ხელშეკრულება არის გაფორმებული საქართველოს მთავრობასა და უბრალოდ ცვლილებები არის შესული საქართველოს მთავრობასა და ტრანსელექტრიკა ლიმიტედ შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც თუ არ ვცდები ამ წლის აპრილში თუ მაისში იქნა გაფორმებული. უბრალოდ არ ვიცით ტექსტი თუ რა წერია შიგნით. მე ვსაუბრობ იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც ჯერჯერობით არის. ჩვენ ძალიან გსურდა რომ დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩვენს სტუდიაში, მაგრამ მათ უარი თქვეს მონაწილეობაში. ამ საკითხში რომ სიცხადე შევიტანოთ, ამაზე ბევრი კამათია. მე მოვიტან უბრალოდ ამ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში მეორე მონაცემს ფინანსურს, რომლის მიხედვითაც 5.3% მხოლოდ გაყიდვების უნდა დარჩეს საქართველოში. ანუ საქართველოდან ამ კომპანიამ ფულის სახით უნდა მიიღოს წლიური გაყიდვების მხოლოდ 5.3%. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 95%-ზე მეტი, ესა ცოტა ნაკლები, უნდა გაიტანოს, შეუძლია გაიტანოს საზღვარგარეთ, გაყიდოს და მასში მისთვის ამ შემოსავალს აქვს ძალიან უმნიშვნელო ღირებულება რა. ანუ გათვლილი საქართველოსთვის ეს პროექტი არ არის. ეს არის ძირითადად საექსპორტოდ გამიზნული პროექტი. ეს არის განსაზღვრული ხელშეკრულებით, რომელიც ეს წერია გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე, უბრალოდ რომ განვარტოთ რა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადდა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ანუ რეალურად ეს საკითხია, ესე უნდა იყოს, ესე უნდა ხორციელდებოდეს თუ არა, მაგრამ უბრალოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ამ შემთხვევაში ეფუძნება ხელშეკრულებას, რომელიც იყო მანამდე და 2011 წელს თუ არ ვცდები გაფორმებული. აქ უბრალოდ საუბარი რაზე იცით, რომ თუ ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, გეზეშეს მიხედვით, ანუ გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით 133 მილიონ კილოვატ-საათია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების. მოდი, ერთ კითხვა გადავინაცვლოთ ბატონ გიორგისთან და
ან თუნდაც 300 მილიონი კილოვატსაათი. იმიტომ რომ სწორედ ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრა თქვენ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, ხო? არის ეს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გარანტი. მოგახსენეთ, მეც მივესალმები თქვენს სტუმრებს და ასევე მაყურებელს. ბატონი დავითი და ასევე ბატონი დავითი ვთქვათ, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს და მოდელს, ეს ვთქვათ, რომ კარგად იცნობდეს, ანუ ეს კითხვა შეიძლება ესე აღარ დასრულიყო. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მოდი დავიწყებ, ეს ვთქვათ, ბაზრის წესები, რომელიც არეგულირებს საერთოდ ენერგოსისტემას, ანუ იქ რა წერია. შეიძლება რომ საქართველოს თითოეული ლიცენზიანტი, რომელიც მონაწილეობს ანუ გენერაციის სფეროში, ანუ ის ვალდებულია დისპეჩერთან შეათანხმოს ანუ თავისი ეს ვთქვათ, როგორც საექსპორტო პოტენციალი, ასევე შიდა ბაზარზე რა რაოდენობას ტოვებს. ანუ ბალანსი, ესე ვთქვათ, რომელიც წლის განმავლობაში, წლის დასაწყისში უпростоრად სექტემბრიდან დღეს არსებული, ასე ვთქვათ, რეგულაციით მტკიცდება. ანუ 1 სექტემბრიდან შემდეგი წლის 1 სექტემბრამდე, ან თუ რა ენერგიას, რა კონტრაქტების საფუძველზე სად ყიდის. ანუ ეს ვთქვათ, განაცხადი უნდა გააკეთოს წარმოების ლიცენზიანტმა. ყიდის ქვეყნის შიგნით და ყიდის გარეთ. ხო, ასევე უპირატესობა, ანუ ეს ვთქვათ, ამ გადადინებების, ეს ვთქვათ, ელექტროენერგიის მიმართულებას განსაზღვრავს დისპეჩერი. პირობითად, ანუ ეს ხაზი ჩართო საექსპორტო პოტენციალი, როდესაც ქვეყანაში არის, ანუ ამ მიმართულებით გავიდეს, ეს ვთქვათ, ამ ელექტროენერგიის რაოდენობა თუ მიმართულებით, ანუ ამას ყიდავს დისპეჩერი. რა თქმა უნდა, შეთანხმების საფუძველზე. ასევე კომპანია რა უბრალოდ წარმოების ლიცენზიანტი, რომელიც ეს ვთქვათ, ანუ თითოეულ თვეების მიხედვით აპირებს ამ რაღაც რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ამ გამომუშავებული ელექტროენერგიიდან ეს ვთქვათ, შიდა ბაზარზე გაყიდოს თუ ეს ვთქვათ, საექსპორტოდ არის განკუთვნილი ან მის ეს ვთქვათ, ფინანსურ მოდელში. ანუ ამასაც ათანხმებს მთავარ დისპეჩერთან. კიდევ ერთი მინდა რომ დავამატო, ანუ რეგულაცია, ანუ აღნიშნე რომ ხუდონხესი და ენგურხესი, ანუ რეჟიმულად დამოკიდებული იქნება ერთი მეორეზე. ამ რეჟიმების განსაზღვრას ასევე მთავარი დისპეჩერი ეს ვთქვათ, ადგენს. მთავარი დისპეჩერის ფუნქციას ამ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ალბათ მოგეხსენებათ, და საქართველოში არსებობს ასევე მთავარი დისპეჩერი. მაგრამ თუ ეს ვალდებულებებია აღებული სახელმწიფოს კომპანიების წინაშე, რომ ამაზე მეც ვერ იყიდის ის, არა, ერთი წუთით მოდი ესეც დავაზუსტოთ. მოდი ვისაუბროთ როგორც წეგან აღნიშნე, ანუ გავლენა ხუდონხესის ქვევით არსებული ჰიდროელექტროსადგურებზე. მარტივად გეტყვით, ანუ ამ რეჟიმების გათვალისწინებით დაახლოებით 300 მილიონი კილოვატსაათი ჩვენ გვექნება ენგურზე და ვარნეზე. მოგეხსენებათ თითოეულმა სტუმარმა იციან ენგურხესის ტარიფი დღეს რა არსებობს. აი, ამას ეყრდნობა მთავრობის დადგენილებაში 20%-იანი ჩანაწერი. მოდით მე გავყავ ეს ვთქვათ, ორ ნაწილად ხუდონის მშენებლობა რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის. რამდენია ეს მოხმარების ბალანსი თუ იცით? მოხმარების ბალანსი დღეს არსებული 300 მილიონი კილოვატსაათი არის დაახლოებით 3%. 3%. კი, მაგრამ დღეს არსებული ბალანსი თუ კარგად შევხედავთ, დაახლოებით 700 მილიონი კილოვატსაათი ჩვენ გვჭირდება უკვე ექსპორტი. ხო. ანუ ექსპორტის დაახლოებით სადღაც ალბათ 40%-მდე გამოდის. ნუ ეს თქვენ არა, ერთი წუთი. მოდით ნუ დავაბნევთ მაყურებელს ამ მასშტაბში. აი, ამ შემთხვევაში ეხლა ჩვენ გადავდივართ რაღაც მოდით დავასრულებ მაგრამ მთლიანობაში დავინახოთ. აი ეს ხესი, რომელიც აშენდება, ბუნებრივია ეხლა ყველა მიცის, ყველა ჩვენმა მაყურებელმა, რომ ერთ ეკოსისტემაშია, ხო? ერთ დინარეზე და მის შენაკადებზე იქნება ეს ყველა ხესი აშენება, ერთ ხეობაში იქნება აშენებული. ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ რა მთავარ ენერგეტიკულ ეფექტს მიიღებს ქვეყანა. ზუსტად და საზოგადოება. ამაზე ვისაუბროთ ახლა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ. ანუ ერთი მისი გავლენა რამდენად მნიშვნელოვანი არის ენგურხესზე, ანუ ამაზე ვიზრდათ 300 მილიონი კილოვატსაათი წარმოიდგინეთ, ანუ ვთქვათ, შედარება რომ მოვიყვანოთ, ჟინვალხესის გამომუშავება დაახლოებით 500 მილიონი კილოვატსაათი წლიური, ანუ 300 მილიონი კილოვატზე ვსაუბრობთ, რომელიც არის ენგურზე გავლენა და ასევე ბატონმა დავითმა აღნიშნა ამ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია საქართველოს მთავრობასა და ტრანსელექტრიკას შორის. ამ ხელშეკრულებაში წერია ზამთრის 4 თვის მანძილზე, ეს არის დეკემბერი, იანვარი, თებერვალი და მარტი. ამ 4 თვის მანძილზე მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული მოცულობა. ასევე ხა თუ ცოტა დეტალურად ვისაუბროთ ტექნიკურ ნაწილზე, დაახლოებით ის 268 მილიონი კუბი
წყალი, რომელიც ეს ვთქვათ, ანუ მის რეზერვუარში შეიძლება განთავსდეს სასარგებლო მოცულობაზე არის საბოლოო. დაახლოებით ეს არის 100 მილიონი კილოვატ-საათზე მეტი და ის შემონადენი, რომელიც ამ 4 თვის მანძილზე იქნება, ეს ვთქვათ, ანუ მაგასორში, ისის დამატებით კილოვატ-საათი. როგორც ესეთი, თუ ამას დავეყნობით, ანუ ეს 133 მილიონი კილოვატ-საათი 133 მილიონი კილოვატ-საათი არის მინიმალური, რაც მან უნდა დატოვოს. მინიმალური თუ ეს არის ზღურული? არა, ეს არის მინიმალური ტარიფი, ისა მინიმალური მოცულობა, რაც მან უნდა დატოვოს, მაგრამ ამ 4 თვის მანძილზე დავასრულებ, ამ 4 თვის მანძილზე ასევე ეს დამოკიდებულია რეჟიმზე, შერჩეულ დისპეჩერის მიერ, თუ წყალსაცავი რა ნიშნულზე იქნება იმ კონკრეტულ თვეზე და ალბათ მოგეხსენება სიმძლავრე და გამომუშავება დამოკიდებულია დონეთა სხვაობაზე და წყლის მოცულობაზე. გასაგებია, მაგრამ უკაცრავად ძალიან საინტერესო საკითხები აღნიშნა. აქ მე მგონი უკვე კითხვა მოიხსნა, რომ თითქოს ხუდონი ტოვებს 300 მილიონ კილოვატ-საათს, როგორც არ ამოხს. არა, იმიტომ კი ბატონო, თქვენ თქვით ესეთი რაღაცა ახლა, რომ მინიმალურიო არისო 133. უკაცრავად ეს არის გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან ამუნაბეჭდი ციტირებას ვახდენ. საწერია სიტყვა ან მინიმალური, ან არანაკლები სადმე წერია სიტყვა? აქ განსაზღვრულად უშუალოდ 133 მილიონი კილოვატ-საათი იმ ჰიდროლოგიურ ეს ვთქვათ მონაცემებით, რომელიც არსებობს როგორც ტექნიკურ დოკუმენტში, ასევე ალბათ იარსებებს გარემოს დაცვის დოკუმენტში. ამ ჰიდროლოგიურ მონაცემებით 133 მილიონი კილოვატ-საათი არის მინიმალური, რაც შეიძლება მიიღო. მათ უნდა ეწეროს თუ არ უნდა ეწეროს, ამაზე თქვენ ვიჯერეთ, ეს ვთქვათ გარემოს დაცვა. მაგრამ მე ისევ გიხსნით ტექნიკურად, ტექნიკური ეს ვთქვათ, ანუ მაბატით ესე ვიტყვი, შეიძლება არ კორექტული იყო, ანუ ტექნიკური განათლება ამ მიმართულებით თქვენ რო ქონეთ, ანუ რეჟიმული კუთხით. ეს როგორ შეიძლება 133 მილიონი პირობითად გახადო 237 მილიონი კილოვატ-საათი, ანუ ესეთი კითხვა არ გაგიჩნდებოდა. ანუ ეს გეუბნებით არის შესაძლებელი. ანუ რაღაც მე არ დავუყურებ 200 მილიონიდან 133 მილიონი. ამაზე ანუ ვისთვის კეთდება ეს პროექტი და ვინ სარგებლობს ამით. ასე დავსვათ რა საკითხი. ძირითადად ვისთვის შენდება ეს ამხელა ჰიდროელექტროსადგური. ეს რო შენდებოდეს და არავითარი გავლენა არ ქონდეს არც გარემოზე, არც ტერიტორიაზე, არც მოსახლეობაზე, არც არა, კი ბატონო, ააშენეთ. მაგრამ კვლავ მინდა რას ვკარგავთ და რას ვიღებთ, ამაზეა ლაპარაკი. კიდევ ერთი მართლე თქვენ კითხვაზე თუ შეიძლება პასუხი გავცეთ. ახლა მინდა რომ სარეკლამო პაუზა გამოვაცხადოთ ჩვენ დისკუსიაში და რეკლამის შემდგომ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ და თან უკვე დროა რომ ქალბატონ თამარსაც მეცვეთ სიტყვა, იმიტომ რომ ეკოლოგიური ასპექტები ასევე მნიშვნელოვანია. დაზუსტება მინდოდა ერთი საკითხის კვლავ. ჩვენ განვაგრძობთ ახლა დისკუსიას, ხუდონ ხვეზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად. ბატონ დავით ჩიპაშვილს, მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელს, ჰქონდა რეპლიკა რასთან დაკავშირებით? აი ზუსტად აი ტექნიკურ და გადიდებასთან დაკავშირებით ასე რომ ვთქვათ მოცულობას. მე ვსაუბრობ უშუალოდ დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც აქ რო ყოფილიყო ტექნიკურად შესაძლებელი გაზრდა თუ როგორც არ უნდა დაარქვათ, არ ამგონია ახლა ვინმეს პროექტის კონსულტანტებისთვის დაესწროთ და არ ჩაეწერათ ეს საკითხი გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტის მიზანშეწონილობის თავში. შესაბამისად, აქ ძალიან მარტივად და ცალსახად წერია, რომ მხოლოდ მილიარდ ნახევარი თლიანი წლიური გამომუშავება არის ხუდონჰესის მილიარდ ნახევარი კილოვატ-საათი, მხოლოდ 133.9 მილიონ კილოვატ-საათი 5.84 ცენტად აპირებს ეს კომპანია მიაწოდოს საქართველოს ენერგოსისტემას. მე არ ვიცი ტექნიკურად რამდენია შესაძლებელი, მაგრამ აქ არის საკითხი სხვანაირად. აქ ძალიან ცალსახად გამომდინარეობს მეორე საკითხი, არა ის ტექნიკურად რამდენია შესაძლებელი, არამედ ის, რომ ტექნიკურად თუ იქნება მეტი შესაძლებელი და სახელმწიფოს უფრო მეტი დაჭირდება ამ ჰიდროელექტროსადგურისგან და რა თქმა უნდა მომავალში დაჭირდება და ამაზე მე მგონი არც არავინ არ დაობს, უბრალოდ მას მოუწევს არა 5.84 ცენტად აღნიშნული ელექტროენერგიის ყიდვა, არამედ მოუწევს კონკურენციაში, რა თქმა უნდა იქ დანაკეხლა ტექნიკურად მეტყვიან რომ დანაკარგებია და უფრო ურჩევნიან რომ საქართველოს ბაზარზე გაყიდოს ამ კომპანიამ და არა თურქეთის ბაზარზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება პრაქტიკულად საქართველოს ჩაყენება, რომელსაც აქ თავისი საკუთარი ჰესი ჩაყენება საერთაშორისო კონკურენციის ფასებში. და თეორიულად
ასევე შესაძლებელია რომ ვინაიდან და რადგანაც აქ ისედაც მთლიან გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში ჩანს რომ კომპანია აპირებს თურქეთში გაყიდოს როგორც მეზობელ ქვეყნებში ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე ელექტროენერგიაზე ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე ქვეყანაში გაყიდოს ელექტროენერგია თეორიულად შესაძლებელია რომ იმ მომენტისათვის იმპორტი უფრო იყოს ხელსაყრელი საქართველოსთვის ვიდრე საკუთარი ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის შესყიდვა და აქ კიდე მეორე საკითხი მინდა ხაზი გაუსვა რომ იმ საუბრობთ ხუდონჰესზე და თურმე ხუდონჰესის თავარი ეფექტი იმიტომ ვაშინებთ ხუდონჰესს რომ ენგურჰესიდან და მის ქვედა შენაკადებზე არსებული ელექტროენერგიასადგურებიდან მივიღოთ სადგურებზე გავზარდოთ ელექტროენერგიის გამომუშავება. ანუ რეალურად რომ თქვა პრაქტიკულად ეს პროექტი განკუთვნილი არის არა ზოგადად და სარგებელი ამაზე არც ველოდებით ესე გამოდის უბრალოდ საუბარია იმაზე რომ როგორმე დავარეგულიროთ მის ქვედა შენაკადებზე არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავება და ნატანის ჩადინების შემცირება. იმიტომ რომ ეს არ არის ერთადერთი პროექტი ხუდონჰესის შემდეგ და აგვისტოში გაფორმებული არსებული მინისტრის ბრძანების მიხედვით დამტკიცებული სიის მიხედვით დაგეგმილია ხაიში-ჰესი, ტობარი-ჰესი, ფარი-ჰესი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად რეგულაციას უყეთებს მთლიანად ენგურის ხეობას და იგულისხმება უკვე არა ზემოქმედება მხოლოდ ხაიშის თემზე, არამედ ზემოქმედება პრაქტიკულად მთლიან სვანეთზე, იმიტომ რომ სიმბოლურად გადაგვრჩება მესტია ვნახოთ რომ აი სვანები აქ ცხოვრობენო, აი ამაზეა საუბარი და ამის კუმულაციურ ზემოქმედებაზე არის საუბარი. უბრალოდ ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკა არის ნებისმიერ ქვეყანაში, რომ როდესაც ჰიდროელექტროსადგური იქ შენდება რა სარგებელს ქვეყანას ეს უნდა აძლევდეს. რაბოლ თამარს მინდა ვკითხო, თქვენთვის ცნობილია გარემოს ზემოქმედების აი ესეთი შეფასება? კი, ცნობილია. თვითონ კომპანიამ 2012 წელს წარმოადგინა სამინისტროში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც არ პასუხობდა დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით გარემოზე ზემოქმედების დებულებას. შეიძლება ახალი შეფასება წარმოადგინა? ახალი შეფასება წარმოადგინა. ჩვენ სამინისტრო მივწერეთ საკმაოდ ვრცელი შენიშვნები წინა დოკუმენტთან დაკავშირებით და ამის შემდგომ მოხდა 2013 წლის ივლისის თვეში ახალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენა. რომელიც პასუხობს იმ რისკებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ. რომელიც მინდა გითხრათ, რომ ანუ არ პასუხობს, იმიტომ რომ ეხლა ძალიან წვავე და ძალიან აქტუალური შენიშვნები იყო გარემოს დაცვის სამინისტროდან. ვინაიდანაც თვითონ თავისი ეს ობიექტი აქტუალობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე ძალიან დიდია, აქ უნდა იყოს ყველა კომპონენტი, ყველა არსებული ის მდგომარეობა გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ტყის კუთხით შეფასებული ძალიან დეტალურად. დღევანდელი შენიშვნები, რაც სამინისტროდან იყო გაგზავნილი, დამატებით კვლევებს მოითხოვს. ეს დამატებითი კვლევები ერთ თვეში ვერ ჩატარდება. იქ ტყის კუთხით არ არის აღრიცხული თვითონ ფართობი დადგენილი არ არის რა მოცულობის ფართობის დატბორვაზეა ლაპარაკი. რა შესაბამისად აბა როგორ ადგენს ენერგეტიკის სამინისტრო იქ რა მოცულობის ხალი იქნება? არა ეს ფართობის მიხედვით იქ დოკუმენტში მოცემულია რომ ეს ფართობი დაიტბორება, მაგრამ ამ დატბორვის ფართობში ყვება ტყის ფონდი. ის ტყის ფონდი თუ ზუსტად არ იქნა განსაზღვრული, რა ფართობზეა, რა ჯიშის ხეებია გაშენებული, კომპენსაციას ის როგორი სახისას დაგეგმავს. ეს ხო უნდა იყოს დოკუმენტში, რომ ანუ ჩვენ რაღაცა კუთხით გადაწყვეტილება მივიღოთ. გეოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებითაც წერია, რომ ანუ მშენებლობის დაწყებამდე მოხდება კიდე დამატებითი კვლევები. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის დაწყებამდე მას შეიძლება რაღაცა კუთხით თვითონ ინვესტორს რისკი შეექმნას, ანუ შეუსწავლელზე დაიწყოს მან მშენებლობა და აღმოაჩინოს, რომ ის მარცხენა ფერდი, რომელიც დღეს ერთ-ერთი აქტუალური არის კაშხლის, ვერ მოხდეს იმის გამაგრება. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ისევ დაწყებული სამუშაო უნდა გაჩერდეს შუაში. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სწორად მოხდეს, ზუსტად მოხდეს, ვრცლად მოხდეს თვითონ ტერიტორიის შეფასება. ბატონო დავით, თქვენთან მექნება შეკითხვა. რატომ ჩქარობს მაშინ მთავრობა, რომ მისცეს ნებართვა და დაიწყოს მშენებლობა აი ამ ჰიდროელექტროსადგურის? და ეს ჩემთან რატო არა მაინტერესებს მეც ზუსტად ამ კითხვას ვსვავ და არ მიმაჩნია სწორად საკითხის დასმა მხოლოდ აი ხუდონჰესის
კონტექსტში ესე ლოკალურად ვიმსჯელოთ. ჩვენ თავარ ესე იგი კითხვის ნიშანს ვსვავთ სწორედ ენერგეტიკული პოლიტიკის ცდარობაში, რომ ეს პოლიტიკა, რასაც ეწევა დღეს და რასაც ეწეოდა წინამთავრობა, ეს მთავრობა, იმის წინამთავრობა, არის არასწორი, ცდარი, უპერსპექტივო. თქვენ რა გონიათ, ეს ხუდონხესი რამდენ წელზეა გათვლილი? არის 50 წელზე გათვლილი. ამის მერე იქ იქნება უდაბნო. და როგორც ჰოლანდიელები ამბობენ, კიდე 50 წელსაც ვერ გასწნაც, იმიტომ რომ უფრო მალე შეივსება ნატანით. ანუ ეს არ არის ის, რასაც ამბობენ, რომ ეს არის მწვანე, მდგრადი ენერგიის მომცემი და მისი ეკონომიკური შინაარსი კიდე ძალიან საეჭვოა. მე დავთვალე, კარგ შემთხვევაში აქედან საქართველოს 50 წლის მანძილზე უნდა მიიღოს კარგ შემთხვევაში მხოლოდ 1 მილიარდი ბიუჯეტში აქვს ხედელობაში. ანუ ჯამურად წელიწადში გამოდის საშუალოდ 33 მილიონი. ანუ ეს არის ერთი პატარა საწარმოს და მიღებული სარგებელი რა პრინციპში. ერთი ჰიპერმარკეტი დაახლოებით 2-ჯერ მეტი შემოსავალს აძლევს სახელმწიფო. ამიტომ ეს ძალიან ბევრი კითხვა ისმება მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ პირველ რიგში. ავიღოთ მაგალითად მოთხოვნის ტემპების ზრდა საქართველოში ელექტროენერგიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რადგან ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოს არის საშინელი დეფიციტის საფრთხის შემცველი ქვეყანა ენერგო მომარაგების თვალსაზრისით. ეს არის ტყუილი. საქართველოში დღეს ზრდა ფაქტიურად 1-2%-ს არ აღემატება. ნუ 10 წლის მანძილზე საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იყო 2.8%. ენერგეტიკა შესაბამისად მოითხოვს ენერგეტიკაზე უпростоრად ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება არის შესაბამისად 1.4% საშუალოდ წლიური. აქედან გამომდინარე, სად არის აქ რაღაც კატასტროფული დეფიციტის შემთხვევა. შეიძლება მოდი დავიწყებ ანუ ეს ვთქვათ სამინისტროს სტუმარს მინდა წარმოთქმულზე ეს ვთქვათ ჩვენ მოსაზრება და ზოგადად სამინისტროს მოსაზრება ეს ვთქვათ ანუ გუთხრა. მოდი დავიწყოთ ბოლოდან ბატონი დავით ენერგეტიკული პოლიტიკა. ენერგეტიკული პოლიტიკა დღეს ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან არის ესეთი. ანუ არსებული რესურსი რაც არის ეს მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. ეს ვთქვათ შესაძლებლობები რაც ქვეყანაში არსებობს გენერაციის წყაროსი და ასევე მაქსიმალურად შესაძლებელი გახდეს ან იმ რესურსების გამოყენება, რომელიც არის ჰიდრორესურსი და რატო? ანუ ჩვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ ანუ გაზი, როგორც ესეთი, ანუ რაზეც მუშაობს ელექტროსადგურები, ანუ ჩვენი, ასე ვთქვათ, საქართველოს ძალიან მიზერული რაოდენობით ახორციელებს მის მოპოვებას. შესაბამისად, დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ, ასე ვთქვათ, საწოლზე, რომლის, ასე ვთქვათ, ენერგოუსაფრთხოების კუთხით თქვენ ალბათ კარგად გეცოდინებათ, რა ნიშნავს ეს. ანუ ამის ჩანაცვლება აქვს, მინდა მაქსიმალურად ჩვენი რესურსით. ხო და არ არის ერთი წუთით დავამთავრეთ. მე ხო გისმენთ, თითოეულ თქვენთაგანს გისმენთ. ჩვენი რესურსი რაში არსებობს? რაც გვაქვს ქვეყანაში, ანუ ქვეყანაში დღეს, ანუ ენერგეტიკული კუთხით რაც შეიძლება ეს ვთქვათ, განვიხილოთ, ანუ დღეს გვაქვს ჰიდრო, მზე, ქარი და ქვანახშირი, ხო? რაც ქვეყანაში არსებობს. მოდი ამ მაბატიეთ ერთ სულ რაღაც 5 წუთი ლაპარაკი არ არის 100%-იან. ლაპარაკი არის ჩვენ 100%. არა, ერთი წუთი, არა. თქვენ გამორიცხავთ საერთოდ და ამბობთ 100% უნდა იყოს ჰიდრო. მე თქვენ მინდა რომ თქვენს მომისმინოთ, რომ კარგ რაღაცას გეუბნებათ. აუცილებლად ბატონ გიორგი, ბატონ დავით 100% ჰიდრო რესურსი. არა, 100% ჰიდრო რესურსი ჩვენ ავსებთ. კარგი, მაშინ თქვენ ერთი წუთით უკაცრავად ახლა ცოტა ხანში ნახოთ იქნება რეკლამა გააკეთოს სამინისტრო განაცხადს. ბატონ გიორგი, ახლა გვექნება ჩვენ რეკლამა და რეკლამის შემდგომ მე მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი პოზიცია მოკლედ ჩამოაყალიბოთ თუ რა რით პასუხობთ თქვენ ენერგეტიკული პოლიტიკის კრიტიკას, რომელიც აქ მოისმინეთ. ახლა რეკლამა. სტუდიარე განაგრძობს დისკუსიას ხუთოხესთან დაკავშირებით. წავეთ მიიღეთ თქვენ რეპლიკა შეფასება იმ ენერგეტიკული პოლიტიკის, რომელიც აქ არის სტუდიაში. მხოლოდ წყლის რესურსების, ჰიდრორესურსების ათვისება და თან ამ ფორმით, იმიტომ რომ ჩვენ გვსმენია წინამთავრობის დროსაც
და დღევანდელმა მთავრობამ ეს პოლიტიკა არ შეცვალა, რომ უნდა აშენდეს ძალიან ბევრი მსხვილი, საკმაოდ დიდი დევადობის ჰესი ხომ საქართველოში. ანუ პრაქტიკულად მთელი ეს ჰიდრორესურსი უნდა იყოს გამოყენებული. ეს არის ენერგეტიკული პოლიტიკის კვანძი? მოგახსენებთ. ანუ აღნიშნავდი მე ფაქტს, რომ არ დავეთანხმო ბატონო დავითის მოსაზრებას, იქიდან გამომდინარე, რომ ცდარი ენერგეტიკული პოლიტიკა, როგორც ესეთი, ანუ ეს ასე არ არის. მეც წამოღებული მაქვს დღეს ციფრები. მოთხოვნაზე ზრდა ქვეყანაში არ არსებობს. ციფრები არის რიცხვები. მოდით ესე 2007 წელს ქვეყანა ანუ შიდა მოხმარებისთვის იყო 7 მილიარდ 800 მილიონი კილოვატ-საათი, 2008 წლისთვის 8 მილიარდი კილოვატ-საათი, 2009 წლისთვის ომის მერე ვარნა იყო 7 მილიარდ 600 მილიონი კილოვატ-საათი მოიხმარა ქვეყანამ. 2010 წელს 8 მილიარდ 400, 2011 წელს 9 მილიარდ 256 მილიონი, 2012 წელს 9 მილიარდ 379 მილიონი. ეს პროცენტულად რო გადაანაწილოთ, ეკონომისტები ძალიან უკაცრავად რამდენი გამოდის? არა, უკაცრავად 7.8 მილიარდიდან 9.3 მილიარდამდე. ეს არის 5 წლიანი ეს ვთქვათ მონაცემი. რამდენი პროცენტია? თქვით წეგად. კარგით, მოდით ახლა დავაზუსტოთ. და იყო მოდით მიარგიშლდით და თუ არასწორად ვიძახით რამე შეგიძლიათ გამისურვოთ. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება. არა, ნუ გვაქვს მწვავე რეაქცია დისკუსიაზე, იმიტომ რომ მხოლოდ მონოლოგები არ იქნება, მაყურებელმა უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რას შეეხიდება ხუდონხესი, თუნდაც ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, რომ დავდოთ ეკოლოგიურ თვალსაზრისით. თანმიმდევრულად ეს ვთქვათ ქალბატონ თამუნაზეც მინდოდა ქალბატონ თამუნა მე წამოვიგდო სახელმწიფო სტრუქტურას და მინდა დავეთანხმო იმ ფაქტზე, რომ გარემოს დაცვის შეფასების დოკუმენტი თუ არასწორად იქ რაღაც წერია, მაქსიმალურად ჩვენც ამას მხარს უჭერთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ამოცანა არ არის, რომ მარტო ენერგეტიკულად რაღაც ობიექტი იყოს მნიშვნელოვანი და ეკონომიური კუთხით. არამედ გარემოს დაცვის კუთხით, ანუ გადაწყვეტილების მიღებას ზოგადად არღებულობს კონკრეტული 1 ან 2 სამინისტრო, ან სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ანუ ეს არის სახელმწიფოს მიდგომა. ჩვენს გვაინტერესებს, რომ ქალბატონმა თამუნა მახსენა, ეს ხო გეოლოგიური კუთხით 665 ნიშნულია თუ სწორად მახსოვს, ანუ იმიზევით თუნდაც რა არის. ანუ გეოლოგიური კუთხით თავის დროზე იყო დასმული კითხვა, რომ ანუ ის თაღოვანი კაშხალი, რომელიც თავის დროზე იყო გათვალისწინებული, ანუ ეს გეოლოგიური მონაცემები ამ თაღოვანი კაშხლის მშენებლობას არ უზრუნველყოფს. მოგახსენეთ, რომ 2007-9 წელს შვეიცარიული კომპანია შტურკის მიერ ასევეა ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება თავის გეოლოგიური კვლევებით და დამატებით, ანუ ენერგეტიკის სამინისტროში ეს დოკუმენტი არსებობს, დამატებითი გეოლოგიური სამუშაოების შესახებ, რომელიც ჩაატარა ტრანსელექტრიკამ. სადაც ასევე გეტყვით, რომ თავის დროზე კომუნისტების პერიოდში იყო თაღოვანი, ორმაგი სიმრუდის თაღოვანი კაშხალი. დღეს, ანუ ორმაგი სიმრუდის თაღოვანი კაშხალი არ არის ამ გეოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით. ანუ ეს არის თაღოვანი მარცხენა ფერდი გრავიტაციული ნაწილი, სადაც არის წყალსაშუში გაკეთებული. ანუ ის კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც იქ არის პროექტით გათვალისწინებული, სრულად გათვლილი არის იმ გეოლოგიურ გარემოზე, რაც იქ არსებობს. ანუ ამაზე საუბრო გეოლოგია არ გვაძლევს იქ რაღაცის შენელობას, არის მცდარი. ძალიან რთულია ხო ორი სამინისტროს კომუნიკაცია მოვახერხოთ ახლა ჩვენ აქ. კარგი, ბატონ დავითაც მინდა მე დავაზუსტებ წარმოდგენილ დოკუმენტში ეს გეოლოგიური ნაწილი არ იყო. ინვესტორი იყო ჩვენთან მოსული, რომელმაც აღნიშნა, რომ მე მაქვს ცალკე დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 150 გვერდს გეოლოგიურ შესწავლას და როგორ მოვიქცე აქ, ანუ როგორ მოვიქცე კითხვა ცოტა უცნაური იყო, იმიტომ რომ ჩვენ პირიქით ვითხოვთ ყველანაირი კვლევის წარმოდგენას, რომ ანუ სამინისტრომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხო, რაღაც ეტაპზე. გჭირდება ჰიდრორესურსის გამოყენება, სამინისტროც არ იძახის და არ უარყოფს გარემოს დაცვით, მაგრამ სწორად უნდა იყოს დაგეგმილი. მთლიანად ის აუზი უნდა იყოს შეფასებული. იქ რა გვაქვს ჰიდროელექტროსადგურები დღეს, რას გვეგმავთ და რა ზემოქმედებას მივიღებთ ჯამურად. ანუ ეს კუმულაციური ზემოქმედება როგორი იქნება იმ აუზისთვის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა იგივე რომ დაინტერესებულა მხარემ არასამთავრობო იქნება, ისე ექსპერტი იქნება თუ სამინისტროს ექსპერტები იქნებიან, მიიღონ ამომწურავი პასუხი, რომ დღეს ჩვენ რო გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ ჰესის მშენებლობაზე, იქ იყოს ყველაფერი ზუსტად განსაზღვრული, სწორად ყველა ღონისძიება დაგეგმილი. ეტაპობრივად. გარდა ამისა, ერთადერთი რაც მე მინდა დავამატო, რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის სარგებლის და ზიანის შეფასება. ეს ამ დოკუმენტში არ არის ასახული. და ის ფინანსური მხარეც, ანუ სარგებლის ფინანსური მხარე
და ზიანის ფინანსური მხარე. კალპონ თამუნას დავეთანხმები და ვიტყვი რომ გეზეში რას უნდა მოიწერდეს ეს თქვა, ანუ ეს დოკუმენტი ამ დებულების მიხედვით თუ რომელიღაცა პუნქტი არ არის იქ გათვალისწინებული პირიქით მივესალმები რომ ჩვენს მხარს დაგიჭერთ რომ ეს დოკუმენტი მოვითხოვოთ. რაც შეეხება ეკონომიურ ანალიზს, პირველი შემთხვევა როდესაც ბატონი დავითიმა ეს თქვა ახსენა და ძალიან გამიხარდა ეს მოთხოვნაზე ზრდა თუ იზრდება და ანუ ამაზე არავინ არ დაობს, ძალიან კარგია ბატონ დავით თუ ესე ფიქრობ, რომ არის ზრდება, მაგრამ როგორ იზრდება ამასა. თუმცა გეტყვით იმ თქვენ დავთავრებ და მე თქვენ ისე როგორც გეზესშია რომ იქ წერია რომ მოთხოვნა გაიზრდება 6%-ით ყოველწლიურად. 10%-იც არის ნახსენები. ეს არის ნუ მე წარმოვიდგენ ეს თქვა ახალგაზრდულ თას ადამიანებისა, რომელსაც ინტერესი აქვს ქვეყანაში მინიმუმ ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 6%-ით მაინც იზრდებოდეს და ან ქვეყანას ჩვენ 10%-ითაც არა ძალიან 20%-ით მინდა დავაზუსტო ან ქვეყნის ეკონომიკური განვითარება თუ გჭირდება შესაბამისად ან ენერგეტიკა უნდა მისდევდეს არა წინ უნდა მისდევდეს მაშინ მე წამოღებული ამერიკის შეერთებული შტატების GDP-ს და არის 2.9, ხოლო ენერგეტიკის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე 0.9. ჩემ კითხვას რო პასუხოთ. არა, მოდი ეკონომიკა ენერგეტიკასთან შედარებით, ასე უხეშად რო ვთქვა. შეიძლება დავამთავრო. აქ წამოღებული მაქვს ეს რა განაცხადები არსებობს ქვეყანაში საწარმოების მხრიდან, ან კომპანიების მხრიდან და ეს თქვა რა სიმძლავრეები არის მოთხოვნილი. დაახლოებით ეს არის ჯამში 400 მეგავატი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს დაახლოებით 2 წლის მანძილზე. ეს არის ფაბრიკა ქარხნების სასტუმროები, ავტობანი და არა, ერთი წუთი. ეს განაცხადები მაქვს, ტექნიკური პირობები, ეს თქვა რაზეც უნდა გაიცეს. ანუ ამაზე ვსაუბრობთ. ანუ ქვეყანაში არის ეს თქვა ადამიანთა გამოცხადებულია პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სერვისები და დღეს იცით რამდენია მრეწველობის წილი ენერგომოხმარებაში. ხოლო 30%-ია. 60% არის მოსახლეობაზე. ეს მოსახლეობა არ იზრდება. ამ ინფორმაციას შემიძლია გამოგიგზავნოთ მაქსიმუმ 0.5%-ით ენერგოეფექტურობა იზრდება და უნდა გაიზარდოს, რადგან თქვენ სამინისტროს სხვადასხვა ძალიან ცოტას აკეთებს. და აქედან გამომდინარე მოთხოვნილება არ იქნება ისეთი დიდი. დღეს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იწარმოება უფრო მეტი ელექტროენერგია ვიდრე აზერბაიჯანში. და აზერბაიჯანი ამავე დროს 2.5-ჯერ მეტ მთლიანში და პროდუქტს აწარმოებს ერთ სულზე. ანუ ძალიან ცუდად მოვიხმართ იმ წარმოებულ ელექტროენერგიასაც კი. რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი საქართველოს ელექტროეფექტურობით. ამ მიმართულებით არის უდიდესი რეზერვები. დანაკარგებზე ვისაუბროთ და იმის აღმოფხვრაზე. თქვენ მიგაჩნიათ რომ ამ ასეთი პოლიტიკის წარმოებით უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ ვიდრე ხუდოფესის და სხვა ჰესების შენებლობა. ამათ აქვთ დადებული ექსპერტების დასკვნები, სცენარები, სადაც ხუდოფესი საერთოდ არ ფიგურირებს მინიმუმ 10 წლის განმავლობაში. ამაზე შეიძლება არც ვიფიქროთ. ხუდონჰესში შეიძლება დაუსრულოთ ჩემს თქვენ ძალიან ბევრ თემას აი სამწუხაროდ აგართმით ბატონო დავითმა ახსენა ეკონომიურად და ეს თქვა ხუდონი და რას მიიღებს საქართველოს ერთი ანუ აღნიშნე რომ ენერგოუსაფრთხოებაზე არ მისაუბრია და ქვეყანაში არსებული დამატებით 700 მეგავატის სიმძლავრის ეს თქვა რესურსი ანუ ენერგეტიკული კუთხით ამას თუ შეაფასებ ძალიან მნიშვნელოვანი არის ენერგეტიკული კუთხით ასევე მეაღნიშნე ის იმ 300 მილიონ კილოვატ-საათი რომელიც გავლენა რომელიც ენგურზე გავლენა როდესაც იქნება და ასევე თუნდაც ის 33 მილიონ კილოვატ-საათი რომელსაც ბატონი დავით იძახს ეს ჯამში ანუ გამოდის 433 მილიონ კილოვატ-საათი თქვენი მომცემ ეს ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ რის ფასად ვაკეთებ რის ფასად 5.84 და რა ტემპებში ვაკეთებ 5.84 ცენტი რომელიც დაფიქსირებულია რომ ამ ფასად უნდა შეისყიდოს ახლა დღეს იცით იმპორტის ტარიფი რა არის ასევე დანარჩენი თუნდაც 133 მილიონი კილოვატ-საათი იყოს და არა მეტი. დანარჩენი მილიარდ 300 მილიონზე მეტი. ხო გიხარით მე. მილიარდი დოლარია 50 წლის განმავლობაში. 1 კილოვატ-საათის გატარება დღეს საექსპორტოდ ღირებულება იცით თქვენ 1.2 ცენტს წარმოადგენს. აქენა შემოსავალი ქვეყნის ენერგოსისტემას და იგივე ქვეყანას. მე ცოტა მეტი მეგონა. 1.2 ცენტია. ეს ძალიან ცოტა არის, რას ლაპარაკობ. გაგიდა ბატონ დავით. პესიმისტურად ხარ განწყობილი ამ მიმართულებით ეთყობა. დიახ ბატონ დავით და უკვე აქ უბრალოდ ძალიან კარგია რომ ამ შემთხვევაში ჩამოყალიბდით იმაზე რომ
მართალია ჩვენი გათხოვებით, მაგრამ მე გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშს ვეყრდნობი. ესე იგი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვიღებთ 433 მილიონ კილოვატ-საათს. ოღონდ არა მხოლოდ ხუდონჰესიდან. ხო, არა მხოლოდ ხუდონჰესიდან, თუმცა აქ არის ესე ძალიან საინტერესო საკითხი. ეს არის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც გამოიმუშავებს 1.5 მილიარდს. აი ამ 433 მილიონ კილოვატ-საათს გამოიმუშავებს ჟინვალი უფრო მეტს გამოიმუშავებს უფრო სწორედ ვიდრე ამან უნდა გამოიმუშაოს ამ ჰიდროელექტროსადგური საქართველოსთვის ვამბობ მე ინვესტორის მხარეს არ ვიხები საერთოდ არც მაინტერესებს ინვესტორის სარგებელი გასაგებია საქართველოში საბიუჯეტო შემოსავლების სახით საქართველო მიიღებს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით და საშემოსავლო გადასახადის სახით თანხებს შენებლობის ეტაპზე 26.3 მილიონ ლარს, ექსპლუატაციის ეტაპზე დაახლოებით 23 მილიონ ლარს და მოგების გადასახადის გადახდას დაიწყებს მას შემდეგ, რაც ინვესტიციებს ამოიღებს. ანუ აქ საუბარია 1.2 მილიარდი დოლარის ამოღებას და დამატებით საპროცენტო განაკვეთები, რომელსაც იგი შესაბამისად ბანკებისგან უნდა აიღოს. ახლა მოდი გადავიდეთ, არაფერი არ გვითქვია საერთოდ იმ ზარალზე თუ ზიანზე, რა ზიანსაც მოიტანს აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის და შევადაროთ, რომელი სარგებელი უფრო მეტი არის თუ ზიანი. როგორც ეს არასწორად არის. თამარი საუბრობდა მაგაზე რომ არ სადარჩანს სწორედ მოგებაზე. ხო და არა, ძალიან მარტივად გეტყვით რა. გარემოს ზემოქმედების შეფასების და ყოველთვის საუბარია რომ რეზერვუარის ზედაპირის, ანუ სარკის ზედაპირის ფართობი არის 528 ჰექტარი და შესაბამისად დატბორვის მთლიანი ზონა გამოდის 528 ჰექტარი, რაც არის ტყუილი. და პირდაპირ ვამბობ ამას, რატომ? იმიტომ რეზერვუარის სარკი არის ეს. აქ არის ქვაბული. შესაბამისად დატბორვის ზედაპირი არის გაცილებით უფრო დიდი ვიდრე 528 ჰექტარი, რაც სხვათა შორის არა აქვს შეფასებული კონსულტანტებს გარემოზე წარმოქმნილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით. იმიტომ რომ რატომ დავით არასწორად იძახით? რატო ვიზახით? ფერდებზია საუბარი. სარკის ზედაპირი 528 ჰექტარი არ არის. თვითონ წერია მე სარკის ზედაპირი. მოდით, აი რა დოკუმენტებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ქვეშ ხდება 1500 28 ანუ 15 ციტირებას ვახდენ უშუალოდ გარემოზე ეხლა ვერ გეტყვით მაგრამ ჩვენ შენიშვნების წარმოქმნილი გვაქვს და თუ გინდათ განახებთ 1528 არის ზემოქმედება ფართობი სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ნახსენები იყო ზემოქმედების არეალში მოქცეული ტყის ფართობი დაახლოებით 1100 ჰექტარი ზუსტად ნახსენები იყო შესაბამისად ეს იმას ნიშნავს რომ ზემოქმედების არეალში იმას ნიშნავს რომ აღნიშნულ ტყის ფართობს ჩვენ ვკარგავთ ეხლა ძალიან მარტივი შედარება რომ მოვიყვანოთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ბორჯომხარაგაულის ტყეპარკის დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1000 ჰექტარამდე ტყის მასივი სახელმწიფო სპეციალური კომისია რომელიც შეიქმნა და შეაფასა სხვათა შორის აღნიშნულ კომისიაში მონაწილეობდნენ ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ შორის ჩვენი ორგანიზაციიდანაც შეფასდა საქართველოსთვის მიყენებული ჯერთი შეფასდა ეს ფაქტი როგორც ეკოციდი პირდაპირ ვიტყვი და ზარალი შეფასდა 1 მილიარდ დოლარამდე. აქ საუბარი არის 1100 ჰექტარზე. უბრალოდ რომ დავთვალოთ იგივე რო ავიღოთ დაახლოებით ზარალი უბრალოდ ტყის ეკოსისტემების თვალსაზრისით არის უკვე მილიარდ ჰექტარი არსებობს ტყე იქ თქვენ ანუ ამის არეალში ესე იცით. თუმცა მე მინდა დავაზუსტო რომ ეს ინფორმაცია ზუსტად არ იყო დოკუმენტში მოცემული ჩვენი სატყეო დეპარტამენტს გადაეგზავნა დოკუმენტი და მან თუმცა გარემოს მაგაში ვეთანხმები არის დოკუმენტში ესეთი ფორმით მოცემული და იქვე წერია რომ ანუ დაზუსტებული არ არის კიდე ეს ფართობები და ანუ ჩვენ არ ვიცით რომ დაზუსტება რა ფართობზე იქნება ლაპარაკი. ეს ციფრი ეგრო არ არის დაზუსტებული მეც ვიცი უბრალოდ ციფრი მე საერთოდ ციტირებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიდან რომელზეც უნდა გაიქცეს შენებლობის ნებართვა. ჰოლანდიელი ექსპერტების მიერაც უკვე განხორციელებული სამუშაოები ხუდონჰესე საბჭოთა კავშირის დროს განხორციელებული სამუშაოები შეფასებული იქნა 178 მილიონ დოლარად, რომელიც ინვესტორს გადავეცით 1 დოლარად. პლუს ამას გადავეცით 1500 ჰექტარზე მეტი და არანაკლები მიწები 1 დოლარად. აქ შედის როგორც ტყის მასივები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და იმ ხაიშელი მოსახლეობის
კუთვნილი, ოღონდ დაურეგისტრირებელი, როგორც მიწის ნაკვეთები, ასევე სახლები, ყველაფერი. ანუ მე უბრალოდ ტყე იმიტომ მოვიყვანე, რომ აქ საუბარი არის მილიარდამდე ზარალზე და პლუს 178 მილიონი დოლარის აშენებული სამუშაოებით $1 გადავეცით ამას ინვესტორს და პრაქტიკულად ზარალის ეს მხარე რო განვიხილოთ ძალიან მხოლოდ ეს მხარე რო განვიხილოთ და შევადაროთ იმ სასაცილო შემოსავალს, რასაც ამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით უბრალოდ ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე საუბარი ელემენტარულად არის სასაცილო. ჩვენმა გადაცემამ გამოაჩინა ერთი რამ, რომ არანაირი დოკუმენტაცია დღეს მზად არ არის იმისათვის, რომ ქვეყანაში გაიცეს ნებართვა ხუდონხეცის მშენებლობაზე ერთი და მეორე გამოიკვეთა ის, რომ თავად სამთავრობო სააგენტოებსაც კი განსხვავებული მიდგომა აქვს აი ამ პროექტის მიმართ და მით უმეტეს არასამთავრობო სექტორი, რომელსაც ამ აკადემიური წრეები ცალკეულ მოსაზრებას გამოთქვამენ, ციფრებიც კი სხვადასხვა გვაქვს და აღარ ვსაუბრობ უკვე ღირებულებით სისტემაზე, რაშიც უნდა გადავიდეს ალბათ ხუდონხესი და ნებისმიერი სხვა ასეთი დიდი პროექტის მშენებლობა და ამდენად სუდიარეს მიაჩნია საჭირო თუ ჩვენ კიდე გავაგზავნოთ დისკუსიები, კიდე მოგიწვევთ თქვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ არ დაიწყება, არ გაიცემა ნებართვა და ზეგარ დაიწყება მშენებლობა ხუდონხესის, იმიტომ რომ ბოლო საჯარო გახილვამ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა აჩვენა, რომ აი ძალიან ფორსირებულად მალე უნდა დაიწყოს ეს მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული ვითარება იქნება ცალკე ინვესტორისთვის და ცალკე სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი დანაკარგებია და როგორც იკვეთება, ასეთი ვითარება არ არის. ჩვენ იმედს გამოთქვამთ, რომ ეს დისკუსიები უფრო ინტენსიური გახდება და ჩვენ ყველა მხრივ შევუწყობთ ხელს, რომ თქვენთან ერთად მოვუსმინოთ ყველა ექსპერტს და ყველა ჩახედულ ადამიანს ამ საქმეში, რომ უფრო მეტი სიცხადე შევიტანოთ, ზარალი არ იყოს იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება მოგება ნახოს ვინმე. დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენი დისკუსია და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას ვებგვერდზე www.studio.org. მომავალ შეხვედრამდე.